დღეს მოვამზადებ შარლოტკას, გემრიელი და მარტივი რეცეპტი. 4 საშუალო ზომის ვაშლი დავჭრათ. დავასხათ 1 ლიმონის წვენი. ცოტა დარიჩინი მოვაყაროთ. 4 კვერცხი, 170 გრამი შაქარი, 140 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოწი გამაფხვიერებელი. ესე მარტივად მოვამზადეთ ცომი. ესეთი კონსისტენციის უნდა გამოვიდეს. ვისაც სასწორი არ გაქვთ მეგობრებო, ძველი თლილი ჭიქა რო არის, იმით ავრწყე, ანუ 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი. 30 გრამი ქიშმიში. ქიშმიში არის გემოვნებით, შეგიძლიათ დაამატოთ, შეგიძლიათ არა. ჩემი ყალიბი არის 22 სანტიმეტრი დიამეტრის. წავუსვი კარაქით, მოვაყარე ფქვილი. ნახევარს ჩავყრი ძირში. ესე. დარჩენილ ვაშს ჩავყრი ცომში. წავიღოთ გამოსაცხობად. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ზედა ქვედა წვა. დაახლოებით დაჭირდება 35-40 წუთი. გავიდა 40 წუთი მეგობრებო, გამოცხვა ჩვენი შარლოტკა, ახლა გაჩვენებთ. ნახეთ, როგორ გამოიყურება. ეს გამოვწევთ. ნახეთ. 25 წუთის გასვლის შემდეგ მე დავუწიე ტემპერატურას 150 გრადუსზე. ნახეთ. მოკლედ გამოვთავთ ახლა. და დავტოვებთ გამორთულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში, 10-15 წუთის განმავლობაში. გემშვიდობებით ყველას, გამოიწერეთ ჩემი არხი. ლიკას რეცეპტები.